დღეს მაღაზიაში ვიყავი და შევიძინე აი ეს წიგნი. ვაჟა შაველას პოემები. სადაც საკოლექციო არის. გარდა ვაჟა შაველასი პალიტრას გამოცემული აქვს სხვადასხვა ავტორების წიგნის საკოლექციო ვერსია, მათ შორის არის ჰომეროსის ოდისეა. ერთ-ერთმა პოემამ მიიპყრო ჩემი ყურადღება, რომელსაც ქვია მოხუცის ნათქვამი. მოკლედ რომ თქვათ, ეს მოხუცი უკმაყოფილოა ახალგაზრდებით, როგორც წესია ხოლმე, ძველი თაობა ყოველთვის უკმაყოფილოა ახალგაზრდებით და ეს მოხუცი იმყოფება რუსეთის იმპერიაში. რუსეთის იმპერიაში არის ღვთსოვანი და ყვება საკუთარ ახალგაზრდობის ამბავს, როდესაც იყო თინეიჯერი, ესე რომ ვთქვათ, წვერულვაში ახალწამოწვერილი მქონდაო, ამბობს, როდესაც ერეკლე მეფისგან მივიღეთ ქაღალდი, რომელითაც გთხოვდა ომში წასვლას. რა ვნახე მეფის ქაღალდი, გულმა დამიწყო ფრიალი, თვალთ მომეჩვენა ვაჟკაცნი, ომი შუბ ხმალთა ტრიალი. ეს ადამიანი იზრდებოდა ისე, რომ ომი მისთვის ლხინი იყო და სისხლის რო იყო, ჩვეულებრივი მოვლენა, წყარო იყო. ყმაწვილად ვიყავა მაშინა, ახლად წვერ შემომდინარი, ომი ქორწილი მეგონა, სისხლის რო წყარო მდინარი. რატო აქვს ამას მნიშვნელობა ამ პოემას და რატო ეხმიანება ის დღევანდელ საქართველოსაც, როდესაც ამბობენ მშვიდობა გვინდა თუ თავისუფლება, ამ ადამიანს აქვს ორივე გამოცდილი, მშვიდობაც და ომიანობაც. კერძოდ, ეს ადამიანი ახალგაზრდობაში იყო მებრძოლი, რომელსაც ახალგაზრდობა აქვს გატარებული ომიანობის პერიოდში, ერეკლე მეფის პერიოდში და შემდეგ ღვთსოვანი ასაკი აქვს გატარებული ეგრეთ წოდებული რუსული იმპერიის პერიოდში, სადაც საქართველო აღარ ომობდა. მაგრამ ამ კაცის წუხილი არის შემდეგი, რომ ვახმე სიბერე მწყეულმა გრკალად მომხარა წელშია, რომ საქართველო თათარმა აიკლოს ჩაწვას ცეცხლშია, ვერ მოვახტები ლურჯასა, ხმალს ვერ შევირტყამ წელზე და ჩვენის რჯულის მტერს მუხანაც ზიანს ვერ დავდებ კერძზე და ეს ადამიანი წუხს, რომ ვეღარა ისეთი მებრძოლი, როგორც იყო თავის დროზე და ამაში ძრახავს ახალგაზრდობას, რომლებზედაც ამბობს, რომ ბიჭები გალაჩრებული ყბედობენ სიყვარულზე და უმსგავსო მათი სიცილი ეკლად მეხევა გულზე დაო. და შემდეგ ამატებს, რომ ერთ ცისმარე დღეს ერთ პირად სხედან დუქნის წინ ერთადა. რაც მნიშვნელოვანია ამ ადამიანის აღქმაში, ომი და საქართველოსთვის ხმლის ამოღება იყო იავნანა. მაშინდელს როცა ტყვის ხმას ვეძახდით დედის ნანასა. შემდეგ ყვება თუ როგორ წავიდა ომში, უთანასწორო ბრძოლა როგორ გაიმართა და ამბობს, როგორც ღრუბელი მოვიდა, მრისხანე თათრის ჯარია, ისეთ ვსჩანდით იმასთან, ვით ზღვასთან წვიმის ცვარია. მაგრამ ვინ იტყვის იმას ამ მტერი გვაჭარბებს რიცხვითა, ბევრჯერ უტეხავ ქართველსა კლდეები გულის ფიცრითა. ამ ადამიანისთვის მტრის მრავალრიცხოვნობას არ აქვს გადაწყვეტილი მნიშვნელობა, რადგან თვითონ არის მოწადინებული დაიცვას საქართველო და ბოლოს თვითონ ვაჟა შაველა ადამიანს, რომელიც საქართველოსთვის შეეცდება თავი გაწიროს და გულმდუღარეა საქართველოსთვის, თვლის რომ არის წმინდა და მას წმინდა ხელები აქვს. ეს თქვა თეთრ წვერა მოხუცმა და გადმოჰყარა ცრემლები, თან ჩამოისო წვერზე და დამჭკნარი წმინდა ხელები. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოემაა იმის მისახვედრად თუ რა გვინდა, მშვიდობა, ომი თუ თავისუფლება. რასაც ვაჟა შაველას პასუხი ჰქონდა გაცემული 1893 წელს მოხუცის პირით, რომელსაც ამის შეფასება შეეძლო საკუთარი გამოცდილებით და საკუთარი ტყავით.